პროექტი ქარსაცავის ზოლების გაშენება ჭიათურაში, კლიმატის ცვლილების მიტიგაცია ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია გეოეკო ალიანსის მიერ, რომლის პარტნიორებიც არიან ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია. პროექტი 19 გამარჯვებულ პროექტთაგან ერთ-ერთია და დაფინანსებულია გაეროს გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის მიერ. დიდი ხანია ვიკვლევთ ამ ტერიტორიებს და გადავწყვიტეთ, რომ ამ ადგილას დაგვეწყო ესეთი საინტერესო ღონისძიება, რასაც ფიჭვის გადმორგვა არის. თქვენ ხედავთ, რომ რამოდენიმე მეტრში გვიწევს ამ ფიჭვის გადმორგვა და ესეთი ქარსაცავის ზოლების აღდგენა და გაკეთება იშვიათად თუ შეიძლება სხვაგან გაკეთდეს, იმიტომ ჩვენ გვაქვს აქვე ფიჭვი და ფაქტიურად ფიჭვის ესე იგი შორს აღება არ გვიწევს, იგივე ნიადაგია, იგივე პირობებია და ტრანსპორტირების შემთხვევაში ეს არ ზიანდება ყველა ეს მთავარი პირობა, რაც ფიჭვის გახარებისთვის და აღმოცენებისთვის არის საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩამოვედით აი მუნიციპალიტეტის უშუალო ჩარევით, დახვდა ხნული გატარებული და ფაქტიურად ჩვენს გაგვიადვილდა ამ ყველაფრის საქმიანობის დაწყება. ქარსაცავის ზოლების შენდება, იღებენ მონაწილეობას როგორც ჭიათურის მოსწავლეები, ასევე თბილისის სტუდენტები და ასევე ახალგაზრდები სხვადასხვა რეგიონიდან. ძალიან გვახარულები ვართ, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს, ამინდიც ხელს გვიწყობს, რომ ეს აქტივობები წარმატებით განხორციელდეს. ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაუხადო ტელეკომპანია სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას, ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და რაც მთავარია პროექტი არ დავივიწყოთ, ხორციელდება გეოეკო ალიანსის ეგიდით. დღევანდელი დღე არის ისტორიული ფაქტი თვითონ ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის და მე ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, ვინაიდან გარემოს განვითარების ფონდის მცირე ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება კაცხის ტერიტორიაზე ქარსაცავის ზოლების გაშენება, რომელსაც ამ პროექტს ახორციელებს გეოეკო ალიანსი, არასამთავრობო ორგანიზაცია და ასევე მე ვარ წარმომადგენელი თესევეკო კლუბის, რომელიც აქტიურად ეხმარება ამ ორგანიზაციას, ვინაიდან ჩვენი ვალია, რომ ბუნებას და გარემოს დავეხმაროთ, ყველანაირად გვერდში დაუდგეთ. მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ აგვისტოდან დაიწყო. მისი მიზანია ქარსაცავის ზოლების შექმნა მთავარ საგზაო მაგისტრალებზე, იქ სადაც ზამთარში თოვლისა და ქარის გამო სატრანსპორტო მოძრაობა ხშირად იკეტება. იმისთვის, რომ ზამთარში სატრანსპორტო გადაადგილება შეუზღუდავი გახდეს, ქარსაცავის ზოლების გაშენებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეკოკლუბის წევრები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები მათთან ერთად შევუერთდა ჩვენი ჭიათურის ქალაქის სხვადასხვა სკოლის ეკოკლუბის წევრები, რომლებიც ახორციელებენ ნარგავების დარგვას. მე ჯერჯერობით დავდგეთ 15 ხე ჩართული ვართ ამ აქციაში და შემდეგში კიდე დავდგავთ ჩვენ საღამოზე ჩემ მეგობრებთან ერთად ხეებს. საკმაოდ ბევრი ენერგია ამოვიღეთ უკვე დარგვასაც ვაპირებთ. გაგრძელება ეს აქტიურობა და საკმაოდ კარგად მითის საქმიანობა. ბავშვებიც აქტიურად ჩავერთეთ და ყველაფერი კარგად მითის. როდესაც დარგვის აქციის შემდეგ დავბრუნდებით საბანაკე ტერიტორიაზე, არის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და ასევე შემეცნებითი ღონისძიებები, რომლებიც უშუალოდ ემსახურება ცნობიერების ამაღლებას ქარსაცავის ზოლების მნიშვნელობის შესახებ და არის სხვადასხვა ასე ვთქვათ გასაცნობი ღონისძიებები, რომლებსაც უშუალოდ გასართობი პროგრამის ხელმძღვანელი ვარ მე და წავუძღვები აი ამ 3 დღის განმავლობაში აი ამ პროცესს, რომ მონაწილეებმა უფრო უკეთესად გაიცნონ ერთმანეთი და უფრო ასე ვთქვათ ერთიანად როგორც ერთმა მექანიზმმა ერთ გუნდად იმუშაონ. პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ეკოლოგიურ საკითხებში და მათი ჩართულობის გაზრდას. ამ მიზნით ეწყობა ეკო-ბანაკები, სადაც მოზარდები 3 დღის განმავლობაში უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას ნერგების დარგვაში. გარდა ამისა, მათთვის პროფესორ ასისტენტი გიორგი დვალაშვილი ლექციების სპეციალურ კურსს წაიკითხავს. გაიმართება სახალისო ინტელექტ თამაშები.